გამარჯობათ მეგობრებო, გავაგრძელებ გუშინდელ საუბარს სადენებთან დაკავშირებით კავკასიონი 500-ის, რომელსაც წვიტავდნენ ჩვენი ქვეყნის მტრები და დიდი ბიზნესმენები, რომელიც ძალიან დიდ ფულს შეულებდნენ ამით. ამიტომ გავაგრძელო იქიდან, რომ გასვიანების ოჯახის თემიდან. ერთ შვენიერ დღეს გავარდა თოფი, ჩამოვარდა სადენი და ეს მოხდა გასვიანების ოჯახში, ერთ-ერთ უპატიოსეს ოჯახში, კოდორის ხეობაში. ატყდა ამბები, ფულის მოთხოვნა გაჟღერდა და რა თქმა უნდა მივხვდი მე ვისგანაც მოდიოდა ყველაფერი აბსოლუტურად, მაგრამ ვერაფერს ვერ ხდებოდი, იმიტომ რომ სერიოზული მფარველი ვიყავდა იმ ხალხს, ვინც ამას აკეთებდა. გავიდა პატარა ხანი და ჩამობრძანდა მაგათი დედა და მომიტანა განცხადება და მომიტანა იმათი წერილი, იმ ადამიანის წერილი, რომელმაც ეს თავის შვილებს ჩაადრინა. მოთხოვნა მირცხულოვასთან წერილი, რომ 200.000 სიტყვა როგორც თუ მეხსერება რომ ღალატობს და ეთხოვდა სასწრაფოდ შეხვედრას, ფული გადამიხადე თუ არა და არ აღვადგეთ და ეს თან ისეთი სარჩული გაუკეთა, რომ თითქოს და ამ ოჯახს ეკუთვნის ეს ფული, იმიტომ რომ ეზოში გადის და კომპენსაციის სახით ითხოვდა. ნუ მოკლედ ქალბატონი მთხოვა, ტირილით მოვიდა ჩემთან, რომ რამე მიშველი პრეზიდენტთან მიშუამდგომლე, რომ რაღაცა ქნას. წავედი პრეზიდენტთან, წავუღე წერილები ყველაფერი, შუამდგომლობა დავწერე, პრეზიდენტმა დააწერა ბადრი ბიძაძეს. ბადრი ბიძაძე ცოცხალია, ღვთადის ხელსამყოფოს და შეგიძლიათ გადაამოწმოთ, ვისაც გაინტერესებს. მოკლედ დაიწყო ძიება და მირეკავს ერთ შენიერ დღეს ბადრი ბიძაძე, მეუბნება მოდიო. მეუბნება საით რაღაცას, ბატონო ემზარ, არ გამოვა აქედან არაფერიო. მაშინმა აუცილებლად უნდა დავიჭირო ეს გასვიანებიო. და ახლა გასვიანების დაჭერაზე ნამდვილად ვერ წავიდოდი. მე არც მაშინ არ დამემალია, არც ახლა არ დავვალავ იმ პიროვნების გვარდასახელს. ეს იყო ოთარი გუჯეჯიანი, რომლის მეშვეობითაც უშიშროებამ ჩვენთან შექმნა 12 კაციანი ჯგუფი, რომელსაც დალის აქტივები დაარქვათ და მხოლოდ ჩვენი ადგილობრივი მოსახლეობის წინააღმდეგ ამოქმედებდა. როგორც შეგვიქმნეს ყალბი უხუცესთა საბჭოს ჯგუფი, აი ესე იყო ესეც. აი ეს არის მთელი ჩემი რაც ახლა მინდოდა ამჟამად მოყოლა და მთელმა ხეობამ იცის, რომ ეს გააკეთა უშუალოდ ამ ადამიანმა და კი ბატონო შეჩერდა მე უკვე ამათი ჩამოწყვეტა, მე იყო ის, რომ ბატონი შოთა მაისურაძე აცხონოს მამაზე ცერმა მისი სული, მაგასაც ეჭვი ქონდა თავიდან იმისი, რომ მე ხო არ ვერია ამ საქმეში. მე როცა მიხვდა და მე რო დავადგინეთ, რომ თურმე დენი როდესაც არ აწყობდათ, რომ შემოდიოდა დენი საქართველოში, ეს იყო რატომ? გამოვიძიეთ ვედაშოთან ცხონებულმა, სომხეთში მიჰქონდათ დენი საქართველოსდან, როდესაც ჩამოდიოდა იქიდან დენი, სამ თეთრად უფრო იაფად აძლევდნენ სომხებს, ვიდრე ყიდულობდნენ. წარმოიდგინეთ, რამხელა საბოტაჟი იყო, არა? რამხელა ღალატი ქვეყნის. სამ თეთრად უფრო იაფად ყიდიდნენ, ეს შოთასგან ვიცი. სომხეთშიო და მე როდესაც ჩამოწყდებოდა აქ ხაზები და უკვე დენი გვჭირდებოდა სომხეთიდან 4 თეთრად უფრო ცირად ყიდულობდნენ კიდე. აი ეს იყო, აქ იყო ამ სხვაობაში, იქ სომხეთში იჯდნენ წილში, აქ კიდევ მათ ხელში იყო ყველაფერი და ეს დავადგინეთ ვედაშოთამ ცხონებულმა ყველაფერი ერთად და იმის მერე გავხდით მეგობრები, თვალნაფიცები შეიძლება ითქვას და როდესაც რუსეთში ვიყავი, კავშირზე გამოდიოდა კიდევაც ცხონებული და 1-2 თვით ადრე გარდაიცვალა, სადაც ჩამოვიდოდი. ღმერთმა მშვიდობა მოგცეთ და ღმერთმა კარგად გამყოფოთ სულ ყველა. კარგად ზამდებოდეთ.